ინკოგნიტოსა და მანჩოს მოგზაურობა თურქეთში ისევ გრძელდება. ამჯერად რაიონის გამგებელთან სტუმრობის შემდეგ ერთ-ერთ სოფელში ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც 62 წლის ქალბატონი სევგი გუმუშ გავიცანით. მან გულთბილად შეგვიპატიჟა ოჯახში და გვიამბო, თუ როგორ ახსოვს საქართველოდან ჩამოსახლება. რამდენი წლის წინ ჩამოსახლდით? აქ რამდენი წლის წინ ჩამოხვედით? ჩვენ იქიდან გურჯისა გუთხედა და იქიდან მოსულანე ართვინი გუთხედა ჩვენები 4 ძმა 4 და 8 ჩამოსახლდით? 4 და ერთად დასახლებულა იმის მე ვარ ჩვენ. მე აქ მიშუჩიაში ნდევარ მე აქ გევზარდე არ ვიცი მე ართვინი აქ გურჯიზევიჩი მაგრამ ართვინი ნაშვადა თუ ამდენი ხანია ჰა ჩემ დედამ იცოდა და დედამ გადმოგწევდა მამამ არ იცოდა მექტებში ვევწავლეთ ჩვენ მამამ არ იცოდა თურქში არ იცოდა ბაბამას იცოდა ნენემას დერმა იცია ყველა იცედა ხალხმა დერმა იცია ძალიან კარგი რამდენი ქართველია დაახლოებით აი აქ რამდენი ბევრი 7000-მდე იქნება არის და ნახე რა კითხვა დავსვი იქაც მერიასაც დავუსვი სკოლა რატო არ არის ვალდებული თუ კი ეს ქართული სოფელია მე ხა მერიაში აქ იმიტომ რომ თურქეთში ძალიან ბევრი გარეული ხალხია ბულგარეთიდან ჩამოსვლები არიან ქურთები არიან ნეგრელები არიან მესე როგორ გითხრა ბევრი მაშინ მე ეროვნება ბევრი აქ გაიგე ბევრი რო არის ეხლა ქართული სკოლა რო გახსნას ქურთული სკოლას და გახსნას სკოლა არ გაიხსნას ნახე როგორ არის აი საქართველოში მაგალითად ინგლისური სავალდებულო ენა ითვლება აი ესე სავალდებულოდ შეიყვანოს თუმცა ეხლა ჩვენ როცა ჩვენ მოთხოვნა არ არის მოთხოვნა არ არის ინტერვიუ გავაკეთეთ მერთან და ბატონმა ადემმა უთხრა რომ მეო მაგალითად მავალდებულებს კანონი თურქეთშიო რომ 12 ბავშვი თუ მოგროვდება ან სკოლიდან ან კლასში ან უნივერსიტეტში ქართული სწავლის მსურველი მე ვალდებული ვარ ავიყვანო მასწავლებელი და უკვე ქართული ვასწავლო ანუ მე მგონია მოთხოვნა არ არის წესი იყო არ ვიცოდიო ეს წესი და კანონი რო იყო მოკლედ მე მაინც მგონია რაღაცატომ რომ მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს რომ შეინარჩუნეთ ქართული აი ის თუ იცით თონეში პურის გაკეთება კი ფრონდა ვარ აბა ის თონეს ვარიანტი როგორც ჩვენთან არის ისე ცოტა განსხვავებულია აბა როგორი აქ თან ეს აშენებულია მაგიდან და გვალი და ისა ჩვენ სხვათა შორის აქ გავიარეთ და ძალიან გემრიელი პურია ხო და პიკნიკის ყველა პიკნიკის ადგილას დგას ეგ სადაც მწვადი შეგიძლიათ მაღლა გზაში არის ჩვენ ნახსავი ყიდავს გიყიდი ერთსა და ნახავ ანუ ეგ არის რაღაცნაირი განსხვავებული გემო აქ ხო რაღაცნაირი განსხვავებული გემო რა გვაქვს ქართული შემორჩენილი ტრადიცია რაც აქ ჩამოიტანეთ ქართულ კერძებს რას აკეთებთ ქართულ საჭმელებს ორდაქინგელდინიზია ორდაქინგელდინიზ და ორდაქი yemeklerini yapıyorsunuz mesela eskilerden kalma ჩვენ იქიდან მოსული kuru fasulye güzel yapıyoruz. Lobio. Taze fasulye güzel ახალი yapıyoruz. ლობიო იფხალ bir şey წანდილი ძალიან Kızartı basık, şeker, domates da masxav. ხო კიდე მე ხალი, dolma. İngiliz xali çorba. Çadis ertat lamazat. გემრიელი გამოდის ხინკალი არ ვიცი. არის შინაური ხაჭაპური ის არის ჩვენ შინაური პური ვიჯებთ ჩორეკ ვიჯები ანუ ჩვეულებრივი პური ხო ჩორეკი სადავია ჩორეკი არ არის კაკალი როგორ არა სვანურია რა ერთ-ერთი უძლიერესი ტრადიცია კაკლიანი პური და ჯეიკვერები ანუ კაკლიანი პური სიმდიდრე შინაური პური ლამაზ გემიერი სვანური ხასული გასამინდილი გაუწევთ ამაზად არ მოუკეცათ ისე ზამთარში რაც ხახინდა იმა ჩადებე ყველი გინდა პატატისი გინდა ხაჭაპური გინდა ყველაფერს გააკეთებ ხო სილორი მემრე კუსკუსი ქვანებია პატარა მაკარონი არა პატარა ხორცები თუა ხო შეგნი პატარა ხორცები მანთის კუსკუსი ზვიტ არის ხო ხინკალი არ არის კუსკუსი ასე დააგორვებე ერთ კუთხეს დაკნა
ერთ კუსხეთ հասასექნა გეისხნება. ერთ კუსხეს აგორვნა ის ცვიძე თოფსავი გახდება თეთრი. პატარ-პატარა. პატარა ზეიდა ძეს დაასხავ. აჰა. მაასიკთან დაასხავ. იმით გააგორვა. ქვილ დაყრი. ჭიჭრის. ერთის მაკარინაი. აჰა. დაჭერი. და გამოდის ძალიან კარგი. მაკარინა მოხარშავშანის იმაში. რეგლიზი ჯება ჩემი თათიაი. ხო. ისპანაკურებს და იმით ზილავს. და ძალიან კარგი გამოდის, გემრიელი. ხო. მან გულწრფელად მიგვიპატიჟა ოჯახში, გვიმასპინძლა და გაიხსენა ძალიან ძველი, საინტერესო ამბები. ასევე გვითხრა, თუ როგორ ამზადებდა ზეთისხილს, რომელიც არ დაგიმალავთ და მე პირადად უზომოდ მიყვარს. ამასაც არ დაგიმალავთ და გეტყვით, გულითა და სულით მეხვეწებოდა, წაიღე 2 დიდი ბოცა არც კი მენანება შენთვისო. მერწმუნეთ, თვითფრინავით წამოსასვლელი რომ არ ყოფილიყავი, იმდენად მიყვარს ზეთისხილი დიდი სიამოვნებით წამოვიღებდი. მოკლედ მე ბევრს არ ვისაუბრებ და ამ წუთებს ჩემს რესპონდენტს დაუთმობ. ახლა ზეითუნა გითხრა? ხო, აი როგორ ვუვლით ზეითუნის ზეთს? აი როგორ ზეითუნი დარგავია. დარგავ? დარგავის გეიზდება ლამაზა შეხება წყალი უნდა დაასხავ ფილანიზმი. გეიზდება რომელე რამდენ ხანში იზრდება? აი დავუშვათ ნაკობს რამდენ ხანში 5 წელიწადზე ამ ანჯახმოვა. ვუღებულობთ ნაკობს. ჰე. 5 წელიწადზე ისე მესიჯებით. მემრე გეიზდება ჩიჩეკ მიწევს და მე ისხავ. უკვე მოისხავს ნაკობს. ნაკობს. ბევრი ტანები ქნასას ისე მექნას. იმათ დაჭერია. ანუ დასხლავ. დასხლა. რაც ზედმეტი. დასხლა, ხო? კი ბატონო. რომენე ისე მესიქსე, რა ქვია. წამალი უნდა. წამალი, აი გოსტაში. 5 წლის განმავლობაში წამალი სულ უნდა? დევამლე უნდა, ბაშტა, ახლა 2 წელსა გახდება წამალი ასხა. უკვე უნდა ასხა წამალი. და რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება შეწავლა? აი მოკლე ხანში უნდა თუ ხშირად უნდა თუ იშვიათად? იმ წელადიანი ჩიჩეკში შევაია. წელიწადში ერთი ორჯერ, სამჯერ, ხო, ანუ სეზონურად მაგას. მემრე ისლამად ისე მეისხავსე. ზამთარში არ გაყინოსვო და ყინი არ ქნასვო და ისე მენაკნა. შეფუთო. შეფუთონა. ხო. საქონელის გუბრად უყარო. ანუ უნდა შემოღო. დაბელონა და ისე დუყარო. კირინა დააყარო. არის პატივი უნდა დაუყარო. ხოხლის გუბრე. და მე რამდენ ხანში, რამდენი ხანი ძლებს მაგალითად ერთი გაზრდილი ზეთისხილი, 5 წლის შემდეგ იწყებს მოსხმას. რამდენი ხანი ძლებს? ოჰო, იუსტენებილი იქნება? 100 წელი შეიძლება. 100 წელი შეიძლება. ლამაზი ხდება. კარხანა გაზარდო ამას. ძალიან ასე ლამაზად ტანები ნახნა ძირისკენ. ანუ უნდა შესხვა და დაპატარავდება, ხო? ამით და მარტო მივიღე. ძალვანა დაპატარავა, ძალვანა სანა გაზარდე. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუთვის. დავემშვიდობოთ საქართველოს კარგად და ბედნიერად.